ლადახი, ტიბეტის პლატო. სოფლიოში ყველაზე მაღალი მოტორიზებული გზები, რომლებიც მყინვარ წვერზე და ევერესტის საბაზო ბანაკზეც კი მაღლაა. პირველი ქართული ექსპედიცია სწორედ აქ 5300 მეტრზე იწყება, რომელსაც Expeditions by Travel Junkies გაუძღვება. უჰაერობა, მკაცრი კლიმატი, გზები, რომლებიც შეცდომის უფლებას არ იძლევა და 10 ქართველი რაიდერი. ვაი, ესეთი როლისტი. გამარჯობა მეგობრებო. სალამი, ჩამოვით ლადახში, ტიბეტის პლატოზე და ჩვენი მოტო ექსპედიცია იწყება. 3 დღის განმავლობაში გავდიოდით აკლიმატიზაციას, რომელიც არც თუ ისე მარტივი იყო. ამ 3 დღეში მოვინახულეთ უამრავი მონასტერი, სოფელი, ავედით 4200 მეტრზე, რომელიც აკლიმატიზაციის ნაწილი იყო ეს დღეები. ახლა უკვე ხვალიდან მზად ვართ ახალი თავგადასავლებისთვის. მეგობრებო, მოგზაურობა ხომ გამოცდილება ახალი ადგილების აღმოჩენა, მაგრამ ამ პროცესში სიმშვიდეც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავგადასავალი. ხო და ამიერიდან ამ აღმოჩენებით სავსე გზაზე ჩვენს გვერდით არდი იქნება ჩვენი ახალი ოფიციალური სადაზღვევო პარტნიორი. ახლა კი მოგზაურობის ჯერია. ნამასტე. ტიბეტში ჩამოვედით ლეში. და გავდივართ აკლიმატიზაციას, რომელიც არის ძალიან რთული. ანუ არ ვიცი, წნევა გვაქვს. ესე ბარბაცით დავდივართ. აერის უკმარისობა გვაქვს. გუნდის რაღაც ნაწილი სასტუმროში არის. ზოგი წევს, ზოგი ჩვენ ახლა შემოურჩით. ჟანგბადის ბალონები ვიყიდეთ სასტუმროს რეცეპშენში. ერთი ჟანგბადის ბალონი დევს იდეაში, რომ თუ ენეს დააკლება ჟანგბადი რო ჩაისუტკას. ეს ჩვენი ქალაქი ლადახის არის 3200 მეტრზე. ყველა ვარიანტი პირველი დღე რო ჩამოდიხარ, მაგრამ გაჭერს რა. ტკივა თავი. არ არის მარტივი, ჩვენ ანუ ვიხუმრებოდით ამ აკლიმატიზაციას, რომ ჩვენ ყოფილვართ 3200-ზე და მეტზეც, მაგრამ ქართველები მაინც არ არის, ეხა აი თვალები მიხუჭებ, ეს დავდივარ. თვალი ვითვარ მართლა. მოკლედ დღეს აკლიმატიზაცია და ხვალიდან იწყება ნამდვილი ექსპედიცია. აკლიმატიზაციის დღე 2, დღეს ბევრად უკეთ ვართ, გამოძინებამ და რამდენიმე საათის ამ სიმაღლეზე გატარებამ. უკვე აკლიმატიზაციისკენ მივდივართ, საბოლოო აკლიმატიზაციისკენ. რასამზადისა აქ ადგილი? ვემზადებით ისთვის და წავიდეთ მოტოციკლები დამტრიოთ, გავისერინოთ, დავათვალიეროთ ახალობა. ლეში მივდგეთ, რამე რაღაცები ვნახოთ და მოვემზადოთ თან პატარა ჰოთელოა გავაკეთოთ ტურისთვის. ელუდია. ველანი ზაფხან, და lock and loaded. ვარჩევთ მოტოებს. ორი ვერსია გვაქვს, ორივე Royal Himalayan-ი. ავიყვანეთ ბაიკები. ჯერჯერობით 2 დღით გვეყოლება ეს მოტოები და გავაკეთე. მე ვნახავთ Royal Enfield-ი Himalayan 411 და ეს არის 450, ოდნავ უფრო ახალი. მოკლედ ავიღეთ მოტოები Royal Enfield-ები Himalayan 450-ები. 2 დღის განმავლობაში გავტესტავთ 450 და შემდეგ მთავარი მოტო ექსპედიციისთვის გადავწყვეტ გავდეს ახალი Himalayan-ი თუ ძველი Himalayan-ი. აბა როგორია შევეკრაფტებ როგორ? დაგაია, რაღაც კარგს მიგძნობს გული. კარგს მიგძნობს გული. მოტოებიც ვიქირავეთ. Royal Enfield-ები. აი შენია? და მაგარია თუ გინდოდა. მიდის განხილვა. ვის როგორი საბურავი შეხვდა და ვის როგორი მოტო. მაგრამ ყველა ახალია, ყველა საკაიფოა. ახალია. ყოველ ჩვენთან ერთად მთელი ინდოეთი და ტიბეტი ემზადება მოტოტურისთვის, მოტოექსპედიციისთვის, ესენი არიან ადგილობრივი ინდოელი ტურისტები, ესე ვთქვათ, რომლებიც ამოვიდნენ ლადახში, რომ იგივე ტური გააკეთონ, ასე ვაკეთებთ ჩვენ. ტიბეტის პლატოზე პირველად 2017 წელს ვიყავით და მას მერე ჩვენი ოცნება აქ ქართული მოტოექსპედიციის მოწყობა. გეოგრაფიულად ტიბეტის პლატო ძირითადად ჩინეთის ტერიტორიაა, ნაწილი კი ინდოეთს და პაკისტანს ეკუთვნის. აქაა ის მსოფლიოში ცნობილი ცხელი წერტილი კაშმირის რეგიონი.
სწორედ აქ ინდოეთის მხარეს ვიმყოფებით და ვიწყებთ მოტოექსპედიციას. მოტოვლოგინგი არ ყოფილა მარტივი მეგობრებო. ან უბრალოდ პირველი დღეებია და ნელ-ნელა სეტაპდებით, ესე ვთქვათ, ერთმანეთის გვესმის, ყურში, შლემში. და კომუნიკაცია კაია, მარტო არ დავდივართ. ხა პირველად გამოვსვით ლეს. ეს არის ქალაქი ტინქსი, ლეჰიდან არის რაღაც 25 კილომეტრში. ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ბუდისტური დასახლება არის. დღესთან არის დღესასწაული ბუდისტური და ძალიან ბევრი პილიგრიმი, ასე ვთქვათ, აქედან ლეჰიდან, პატარ-პატარა სოფლებიდან არიან ჩამოსულები, მომლოცველები და არის სასწაული სანახაობა და ეს შესასვლელში არის ესეთი გორგოლაჭები. რასაც როცა ატრიალებ, ითვლება რომ შენს ბუდისტურ ლოცვას წარმოთქვა, იმიტომ რომ აქ დატანილი ესეთი ლოცვები ბუდისტური ტიბეტურ ენაზე. გავატრიალე გორგოლაჭი და ეხლა შევალთ თვითონ მონასტერში. სანამ მონასტერში შევალთ, აუცილებლად ფეხზე უნდა გავიხადოთ, იმისთვის რომ არ დავაბინძუროთ პირველ რიგში მონასტრის ტერიტორია და პატივირცეთ ამით ბუდისტურ ტრადიციებს. ლადახის სამეფო მე-10 საუკუნიდან არსებობს, თუმცა იმის გამო რომ თვითონ ტიბეტი და ლადახი ორივე ტიბეტის პლატოზე მდებარეობს გეოგრაფიულად, ეს ორი რეგიონი ძალიან გავს ერთმანეთს კულტურულად ამერტი. ფაქტიურად ერთ ენაზე ლაპარაკობენ, დამწერლობაც ტიბეტურია აქ და თვითონ კულტურა, რელიგია, წესჩვეულებები ძალიან გავს ერთმანეთს. სასწაული მონასტერია ნამდვილი სულიერის სიმშვიდის საპოვნელად, ვისაც გადაწყვეტილი გაქვთ მონასტერში იცხოვროთ, გირჩევთ ამ ადგილს ტინქსი. ავაწევინო? აქ რა ხდება ტიბეტის პლატოზე ერთი? მოკლედ გუშინ დასეტაპების დღე ქონდა, დღესაც დასეტაპების ეტაპი არის. ყველა ვამაგრებთ, სხვადასხვა სამაგრებს ჩვენს მოტოზე. Royal Enfield-ის ამ მოდელს აქვს ნავიგაციის ფუნქცია. საბურავმარ არა, რატო? არა, ყველა იზამ. всё, ვერ ჩავა. დროშა ვერ დაკიდენ, ბიჭო. იგივე სიმაღლეა. არ ჩაიხავს ეგრე გაჩერება. ხალხია 200 დროშა ვერ დაკიდენ. ავედით. გაკეთო მაცხი გავდივარ დიდი. როგორც ნახეთ, ამ სიმაღლეზე აკლიმატიზაცია არც ისე მარტივი აღმოჩნდა. სანამ ჩვენი მოტოექსპედიცია ადგილობრივ მოტოკომპანიასთან ერთად დაიწყებოდა, მანამდე მოტოების დასატესტად და ახლო-მახლო ადგილების დასათვალიერებლად გავედით, მაგრამ ისე გაასწორა და ისე შევყევით, რომ ლეს გარშემო თითქმის ყველაფერი ვნახეთ. სასწაული გზებია ალბათ ევროპის ყველა ქვეყანა შეშურდებოდა, რადგან აქ კონფლიქტის ზონები და მილიტარიზებული საზღვრებია, ინდოელები გზის საფარს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. კიდევ ერთი საოცარი ბუდისტური სოფელი. ზღაპრული სილამაზის. კიდევ ერთი ულამაზესი მონასტერი აღმოვაჩინეთ ლადახში. ეს არის ამ რეგიონში ერთადერთი საკიას მიმართულების ბუდიზმის სკოლა და ძალიან ლამაზია, ძალიან სტუმართმოყვარეები დახვდნენ. გარგალით გვიმასპინძლეს. ეს სალოცავი დარბაზი, სადაც იკრიბებიან ბერები, აქვე აქვს ტრაპეზი, ლოცულობენ, ადიდებენ ბუდას.
მოიცა. სუთქო მაინც გვიჭირს. ძირი აღმართებზეც კი ან თუნდაც რაღაც ორსაფეხურიან კიბეზე გახშირებულია სუთქო არა სერგეი? ხედავთ რომ უკვე მესამე დღეა აქ ვართ, მაინც აკლიმატიზაცია გავლილი გვაქვს, თუმცა სიარული სიმაღლეზე ასვლა მაინც ჭირს. დაიქოშინებთ რა, ყველა მიუხედავად ფიზიკური ფორმისა, ყველანი აი ზუსტად სამ ნაბიჯს გავივლი თუ არა ოდნავ აღმართზე. პლატო, არც ისე მარტივი. ისე ხუმრობა ამბავია. მაგრამ ანუ რაც მინდა ვთქვა რომ ანუ ამ ჩვენ ცოტა ამ აკლიმატიზაციას ოდნავ ვეხუმრებოდით. ან ცოტა ისე ვიყავით ლაითად, მაგრამ აი დაგვაგდო პირველი დღე. იმიტომ რომ ესე ეგრევე 3000 მეტრი ავკრიფეთ და მე დაგჭირდა ოქსიჯენ თერაპი. ეხლა მზად ვართ დაიწყოს ის 6 დღიანი თავგადასავალი, რომლისთვისაც ვართ იდეაში აქ რა, რომელიც იდეაში დღეს დაიწყო. უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ჩვენ იმდენი ვიარეთ ან ამ დღეების განმავლობაში რა, რომ ისეთ ადგილებში უკვე ვიყავით, სადაც უნდა წავიყვანეთ და შესაბამისად დღეს გამოგვიშვეს ესე free ride-ზე, რომ წადით სადმე სხვაგან მოიარეთო მოკლედ და ხვალიდან მზად ვართ. ხვალიდან ხვალ ვეწვევით ხარდუნგლას, რომელიც არის მყინვარწვერზე მაღლაც, ევერესტის ბეის კემპზე მაღლა და ძალიან ბევრი ისეთ ცნობილ მწვერვალზე მაღლა მდებარეობს ეს გზა, რომელზეც ჩვენ გავევლით. ანუ აქ ხო მარტივი არ იქნება, რა თქმა უნდა, აქ ჟანგბადის ბალონები მიგვაქვს და ასე შემდეგ. მაგრამ სულ იმ ადგილას, ანუ პიკში, ანუ ამ უღელტეხილის პიკში, ამ ხარდუნგლას პიკში, რომელიც არის 5000 მეტრზე მაღლა, ჩვენ გაჩერება მხოლოდ შეგვეძლება სულ რაღაც 15-20 წუთით. ანუ ავალთ, გავჩერდებით, ეგ რაღაც დავფიქსირდებით და შემდეგ უნდა გავაგრძელოთ გზა, იმიტომ რომ იქ ჟანგბადის დონე ძალიან დაბალია. არა სახუმარვო წარმატებები გვისურვებთ და გზა და გააპდეითებთ ხოლმე, ესე ვთქვათ, ეხლა ვართ მონასტერში, იმდენი მონასტრები ვნახეთ უკვე, რომ ცოტა ხან შეიძლება ვფიქრობ, რომ თავი გადავიპარსო და რაღაც ჩავბარდე, მაგრამ ვნახოთ, საით წაგვიყვანს მოვლენების განვითარება. დილამშვიდობის მეგობრებო. დილამშვიდობის. მიდის მზადება. პირველი დღე გავდივართ ემსის მონასტერისკენ. ეს მანქანა გამოყვება, სადაც იქნება სათადარიგო საბურავები, ჟანგბადის ბალონები, თუ დაგჭირდა, იმედი არ დაგჭირდება, ბიძრებით, ხარდუნგლას დასაპყრობად. ემსა არა, შეგუგითხარი, სხვა დონეზე შევქნა თქო. უღადა აკა თანამია. ამოვედით ხარდუნგლაზე. ხარდუნგლა 5300 მეტრი. მისია შესრულებულია. 5368 вообще-то. 5368. ოპა, შვენიერი. და შვენიერი ხედები იშლება, ანუ ესეთი ხედებია, რომ მარტო ეგ ხედები შეგიკუმშავდა გულს. ჰაერი საერთოდ არ არის. ძალიან გვიჭირს, თითქოს თვარეზე დავდივართ მოხდე. და წნევას ან დაბალი მაგან მაგალითს. ჩვენი მარშალია ჩვენთან
Hi. Say hi, boss. Hi. Is it for YouTube? Yeah. Hello. Hello, Georgia. Hello, Georgia. We know What's Georgian. You know some up? Georgian. Hello, Koraskelia. Kvaratskelia, he's a fan of Kvaratskelia. Say hi to Khvicha. Hi. ფოტოს გადაღებაზე რიგებია. ჩვენ ხა წავალთ. როცა დავამაგრეთ. აი. ეხლა უკვე ჩავალთ ნუგრავეთში. პროს ხეობაში, სადაც უფრო ნაკლებია რა თქმა უნდა. სიმაღლე. აი გავჩერდებით. სასწაული ადგილები და სასწაული სოფლები ველოდება წინ. აღჭურვილობას რაც შეეხება ამ მოტოტურში, რომელიც ადგილობრივებთან ერთად დაუგეგმეთ, შედის სამუხლეები, რომელიც მე აქ მაქვს დამაგრებული დღეს, შედის მოტოკურტკა და ფაქტობრივად სულ ეგ არის. მე ჭკუავი ხმარე და წამოვიღე ესეთი მოტოს ჩანთა, რომელიც ორივე მხრიდან ძალიან მარტივად ყველა მოტოზე ენდება, შესაბამისად მაქვს ჩემი დამატებითი ადგილი, ასევე დავამაგრეთ იბეტის დროშა, free Tibet, ასევე დავამაგრე პატარა North Face-ი გამოსაცვლელებით, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო რომ ჩვენი ეს მთელი პარკი გაგვეყოლებინა მანქანისთვის, რომელიც მოყვება დამზღვევად, ანუ ჩვენს კოლონას, ამ 37 მოტოიან კოლონას მიყვება ერთი დამზღვევი მანქანა, რომელშიც არის ბარგი, ვისაც ვერ ამაგრებდა მოტოზე მათთვის, ასევე არის ჟანგბადის ბალონები, რაღაც პირველადი დახმარების ამბები, საკვები და რაღაც, ну მოკლედ ესე დამზღვევი, მსღვეველი ავტომობილი მოყვება უკან ჩვენს ამ მოტო ექსპედიციას სოფლიოში უმაღლეს მოტორიზებულ გზაზე. რამდენი ვართ, მოკლედ რამდენი ვართ. ნუ ბრაველიზე ჩამოვედით და სურეალიზმი არის იქით. ქვიშები, დუნები არის. იქით რაღაც აკლემები დადიან ძალიან ბევრი. და აქ სერგი ისვრის შვილდის არის. ეს არის მშვილდის 30%. 70% არა აქ. ო, ან კიდე რაღაცები უნდა? ხო, აბა. მე ვინ ვიქნებიცი თურქიისა. თურქი მსროლელი კაცი, ეს ჯიბეში ხელს ეყავს წკებელი. ამას ვერ მოვა. ხელი გამოწევა. ისიგაზე. აი, ნახე. ნორმ. სერა. ოპა. სამიზნე. რამდენში მოხდა? არ თეთრში. წითელს. ვაუ. სერა ნახე საქართველოს ჩემპიონი, ნინო სალუქვაძე ოღონდ სროლაში. ოპა. ვაუ, შვენიერი. შვენიერი. შუააზიური აკლემი ნუბრაველიზე. ხო არ შემაფურთხო. ახტება. შუარ ძმა. არმინა. ეწვიან. შეგამოიყურება ჩვენი ბარგი მოტოები და ჩვენი თავი. სოფლიოში მეორე ყველაზე მაღალი სამანქანო უღელტეხილის გავლის შემდეგ და კიდევ ბევრი ადგილის გავლის შემდეგ. ძალიან დავიღალეთ, მაგრამ სუპერ დღე იყო, სუპერ. ავედით დავბანაკდით.
ესე გვიმასპინძლა ბატონმა ანგუსმა. Thank you. ჯულე რა მოხდა დღეს სერგი მომიყევი პანდონგის ტბასთან ჩამოვედით. ეს ტბა მდებარეობს ანუ 4200 მეტრზე არის. სასწავლე ადგილი. ჯულე სახლში ვარ ეს მეცომა მომზადა მაჩნელი. ეს თინო ადგილობრივი. ვაუ პორტრეტები ფლეში გადავიდე? enough ჯულე შტამბეშტავია. აუ რა კაი რაღაც ჩანს Thank you. What is the name? Ju. Oh, so sweet. Oh my god. Ju. Smells so good. Ju. Wow. რა საყვარელი ენა აქვთ არა? Sag. ძალიან საყვარელი ზენა. Hiçbir şey sargağızıyor. Hadi ya. Gidelim sağ ტიბეტური დახური ტრადიციული საუზმე მაგ ხედრა ჩვენმა მასპინძელმა. ეს ჩაქვერებს უცხობს ძმა. ამ დღეს არჩევანი გქონდა ან გლემპინგ კარავში დარჩენილიყავით, ან ადგილობრივი ბაბუს სახლში. რა თქმა უნდა, ადგილობრივი ვარჩიეთ და გაგვიმართლა კიდეც მის მასპინძლობაში. თან რაღაც მნიშვნელოვანი ბუდისტური დღესასწაული დაემთხვა და ჩვენც ამ რიტუალის მონაწილეები გავხდით. ბერმა ასობით წლის წინანდელი ხელნაწერი მანტრები გვაჩვენა და ბუდისტურად გზაც დაგვილოცა. სიტყვები ზედმეტია. Hay. Wow. Wow. გამარჯობა. დღეს გვექნება პატარა ტუტორიალი თუ როგორ უნდა დავლიოთ წყალი რაიდის დროს. პირველ რიგში უნდა გქონდეს კემელბექი, შემდეგ უნდა შევიცუროთ. დაიწყო ტუტორიალი. პატარა ინციდენტის გარეშე ჩვენს მოტო ექსპედიციას არჩეულია. რა სიტყვით ლევან? ცოტა ეს არის. What happened? სოფელ ტურკისკენ დავიძარით ახლა ეს სოფელი მდებარეობს პაკისტანის კონტროლირებადი ტერიტორიიდან სულ რამდენიმე კილომეტრში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს სოფელი დასახლებულია ბალტის ხალხით. მხოლოდ ამ სოფელში შევხვდებით ბალტის ხალხს. 71 წელს გადავიდა ეს სოფელი ინდოეთის შემადგენლობაში, როდესაც ომი იყო პაკისტან-ინდოეთის და ახლა უკვე ინდოეთის შემადგენლობაშია. ფოტოებზე ძალიან ლამაზი სოფელი ჩანს. რომელი დღეა ჩვენი ექსპედიციის? აღარც მახსოვს, მე 7 თუ მერვე. მაგრამ დღეს არის კულმინაცია დღე, ავდივართ პანგონგის ტბაზე, ყველაზე რთული და ყველაზე
გრძელი გზა დღეს გვაქვს 40 კილომეტრი ოფროუდია. მე 120 არა ოფროუდი და ავდივართ ისე 4500-ზე, მე ისე ჩამოვდივართ და მოკლედ იქ დღეს დავბანაკდებით პანგონგის ტბასთან ლოკალებთან ერთად. და აი მემზადებით გასასვლელად მამაგრებ ჩანთებს და ანუ მინდოდა მე თქვა რა მიგვაქვს ესე ვთქვათ ყველაზე გრძელი და ყველაზე რთული დღეს ჩვენი ექსპედიციის. პირველ რიგში რა გვაცვია? ფეხზე გვაცვია მოტოჩეკმა. ჰა? მოტოჩეკმა. მოტოჩეკმა. მოტოშარვალი. ხელთმანები აუცილებლად. შიგნით თერმო. ნუ მე ამ შემთხვევაში თერმოზე კიდე რაღაც შილეტი მაცვია, იმიტომ რომ აქ ჩადებული მაქვს რაღაც პირველადი საჭიროების ნივთები, კამერები და რაღაც სხვადასხვა ნივთები, სათვალე, მზისგან დამცავი, ტუჩების მეტყობა რო არ მიშველა ტუჩების იმენ, მაგრამ ტუჩსაცხი ესე ვთქვათ, მაღალ სიმაღლეზე ტუჩების ხდება. ასევე შლემზე დამაგრებული GoPro სამაგრი, თუ რაღაც კამერის სამაგრი, ინტერკომი, რითიც ერთმანეთთან კავშირი გვაქვს ხოლმე შიგადაშიგ. აქ ისეთი ადგილები არა, წყდება კავშირი, მაგრამ როცა გვაქვს ძალიან კაია და ვსეირნობ და დატენვაც პრობლემა არის. დატენვაც პრობლემაა და ასე შემდეგ. ტოტოზე არის მოწყვეტ ჩანთები, სადაც მიდევს დრონი რო სწრაფად ამოვიღო ხოლმე. ასე ვთქვი, ბარგით, ტრანსაცვლით, რასაც ახლა ვამაგრებ. კიდე რა გვაქვს? ავი ამ ჩანთებში მიდევს ერთი დრონი, თბილი ტანსაცმელი, კიდევ ერთი გამოსაცვლელი თერმოები. და ნუ მოკლედ მზად ვართ რა, მზად ვართ დღევანდელი დღისთვის და შევხვდებით პანგონგის ტბაზე. გეოგრაფიულად პანგონგის ტბა მდებარეობს ძალიან მოწყვეტილ ადგილას და არანაირი კავშირის საშუალება არ გვექნება. ჩვენ ახლობლები გავაგრძელებთ რომ ინტერნეტი იქ ადიმშავებს. ჩინეთის საზღვარზე არის ეს ადგილი. ძალიან ლამაზ ადგილას მივდივართ, ძალიან შემართებით მივდივართ. აბა წავედით. Getson, are you ready? I'm ready as always, man. ნელა. გავჩერდით, ვისვენებთ ცოტა ხანი. სადღაც 60 კილომეტრი დაგვრჩა ჩინეთის საზღვრამდე და ტბამდე. შვიდღიანი ექსპედიციის შემდეგ ჩამოვაღწიეთ როგორც იქნა პანგონგის ტბაზე სასწაული ადგილი არის. აქედან რამდენიმე კილომეტრში უკვე იწყება ჩინეთის კონტროლირებადი ტიბეტის ტერიტორია. ნუ, რომელზეც სპეციალური ნებართვა არის საჭირო რომ გადავიდეთ და ჩვენ ვერ გადავდივართ სამწუხაროდ. გვინდოდა შესვლა და ბანაობა, თუმცა იმის გამო რომ ეს წმინდა ადგილი არის ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავ შევიკავებთ და ისედაც ნუ რაც არ უნდა უცნაური იყოს მარილიანი არის ეს ტბა საკმაოდ დიდი ტბა არის 700 კვადრატულ კილომეტრზე არის გადაჭიმული ნახევარი ჩინეთს ეკუთვნის ნახევარი ინდოეთს ეკუთვნის და სადღაც შუაში არის ბუფერული ზონა 10% ბუფერული ზონა არის არავის ტერიტორია ვაუ ძალიან ძაფრის საბეჭდილების კუსტატველენ. I like that one. Some loto sauce. ჯერად ჩანგლას უღელტეხილზე ამოვედით. ლეხში ბრუნდებით უკვე. დღეს ჩვენი ექსპედიციის ბოლო დღე არის. ჩანგლას უღელტეხილი 5360 მეტრზე მდებარეობს, ანუ აქაც ჭირს სუნთქვა. ცოტა ჟანგბადი არის. ფოტოებს გადავიღებთ საქართველოს დროშასთან ერთად და დავეშვებით.
5300 მეტრიდან რუსეთს რა? უთის რა? დეთის რა? საქართველოს გაუმარჯოს! 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 წავედით!